გათენდა, თან დავიწყე ახალი ვლოგის ჩაწერა. ეხლა დილით ვისაუზმეთ და დავჭიქით 13 სადინოთ. ეს არის ის კონსპექტები, რაც მოგცა პირველ გაკვეთილზე ორივე მასწავლებელმა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემდეგი გაკვეთილისთვის ყველაფერი ამოვწუროთ. საკმაოდ ბევრი სიტყვები გამოვიდა. მეხუთე თუ მეექვსე გვერდი დავწერე უკვე. აი, ესენი სულ პირველი გაკვეთილიდან არის ნახეთ. მაგრამ ის გაიზრდება რა, ლექსიკონი ჩვენი საკმაოდ გაიზრდება ამდენი სიტყვის თარგმანს რო დავიზებირებთ. ასე რომ კაია. გამოვედით დარბაზიდან და რაღაცა მაინტერესებდა ამ მოლში კიდე რა ხდება გარდა იმისა, რომ დარბაზში დავდივართ ხოლმე. რაღაცა პატარა მოლივით არის და შემოვედით. სულ ფასტაკლებებია, რებახას რო აწერია, ფასტაკლებას გულისხმობს, რომ ეხლა ეს ტოპები იწყება 13 ევროდან. ხო და მაინტერესებს კიდე აბა. რამე ფეხსაცმელი თუ მომეწონა, იდეაში ფეხსაცმელი მაქვს საყიდელი, იმიტომ რომ მძიმე იყო ძალიან ჩემი ფეხსაცმელი, თითქმის 1 კილოგრამი იყო, რომლის წამოღებაც მინდოდა და გადავწყვიტე რომ არ წამომეყო, მეთქი 1 კილოგრამში იმდენ კაბებს და იმდენ რაღაცებს ჩავდებ, რომ მე ფეხსაცმელს იქ ვიყიდით ხო და აჰა. მე წამოვიღე ჩემი კლასიკური ფეხსაცმელები. ხო? 15 ევროები და 20 ევროები. ხო. კლასიკური ფეხსაცმელი წამოიღო და ნანობს ეხა რომ საკმაოდ მძიმე იყო თან ეგ შენი კლასიკური ფეხსაცმელი. შემოვედით ახლა პეპკოში, ხო იცით საწოლი რომ დავდგით ჩვენს ოთახში, რომელშიც უნდა გადავიდეთ. აი მაგისთვის არ გვაქვს თეთრეული და ახლა უნდა ავარჩიოთ. დიდი ალბათობით აქ იქნება, იმიტომ რომ პეპკოში არის ყველაფერი. თან ძალიან დაბალი ფასებია. რომელ მაღაზიაშიც შევედი, ესეთი დაბალი ფასები ჯერჯერობით არსად მინახავს. მაგრამ კიდე რაღაცა მოლში ვიყავით, რაღაცა უთლეტ მოლი იყო და იქაც ასეთი ფასები იყო ძალიან დაბალი. საით უნდა იყოს ახლა აქ თეთრეული. ოლა. აუ, სხვათა შორის ამ გახსენებაზე რვეულიც უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ ხო იცით მე ძალიან მიყვარს მანიფესტაციების წერა, ხო და ის რვეული, რა თქმა უნდა, აქ არ წამომიღია, რომელშიც წერდი ხოლმე თან მეთქი. ეხლა ახალ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ახალ მანიფესტაციებს დავწერთ, ხო და ვიყიდოთ ახალი რვეული. ეს ავარჩიე. თან სამოტივაციო მესიჯი აწერია და მანიფესტაციებს რო დავწერ ხოლმე, კიდევ ერთხელ გავიხსენებ. აი, მოვედით ახლა ჩვენ თეთრეულში. ეს იქნება სავარაუდოდ საბანი, 2 ბალიში და ის ქვემოთ დასაფენიც იქნება თუ არა ბაბი? არა მგონია, იმიტომ რომ მე მგონი ქვემოთ დასაფენები ესენი ცალკე არის? აი ეს ხო. შეიძლება იქ იყოს, ეს ძალიან ლამაზია. ეს ღირს 17 ევრო. ძალიან ლამაზია. ეს ფერები შევარჩიეთ, ნაცრისფერი, მეც მომეწონა და პატასაც აი აქ გაშლილებით დევს და ესე გამოიყურება. ლამაზებია, ნახეთ, ესეთი გამოვა. იმ დღეს ვერ ვიყიდეთ ჩუსტიკი და ეხლა არჩევს პატა. მოკლედ, ეს ავარჩიეთ დასაფენი. ასევე ავარჩიეთ ჩვენთვის პირსახოცები, ვარდისფერი ჩემთვის, ცისფერი პატასთვის, ხელპირის დაბანის დროს პირსახოცი რაც დაგჭირდება და ეს მეორე გადასაფარებელიც ავარჩიეთ, რომ ორ მაგად დავიცოთ, ანუ მატრას რო გადავაფარებთ ჯერ ამას, მერე გადავაფარებთ მუქს და ორმაგი იქნება გადაფარებული. ჩუსტებსაც ავიღებთ და მე მინდოდა კიდე აი პიჟამოებზე ზემოდან მოსაცმელი რაღაცა თხელი ხალათი, რომელიც ასევე არ წამომიღია, არ ვხმარობდი ხოლმე, მაგრამ აქ დამჭირდა და თუ სადმე მოვკრავ თვალს, მაგასაც ვიყიდი. აი ვიპოვე. გულები ახატია ახლიდან თუ მიხვალ. საყვარელია ხომ? ეს ერთი ზომა იყო დარჩენილი თან. ეხლა მივდივართ ლიდლში. აი ლიდლი. ძალიან ცხელა სხვათა შორის. შემოვედით ლიდლში და გავიხადეთ ეგრევე, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას დავატარებთ. ეხლა სანამ აქ ვივლიდით, ძალიან დავქვილი და ამაში ჩავაწყეთ. ეხლა გაჩვენებთ ლიდლში რა ხდება. ჩვენ აქ ერთხელ უკვე ვიყავით წინა ბლოგში, მაგრამ კიდე. კარბონარა 2 და 9 ღირს იმ დღეს რო გავსინჯე, სხვადასხვა ძალიან გემრიელი იყო. არ მოველოდი.
ესენი არ მომეწონა დიდად. ესენიც დიდად არ მომეწონა. ქათმის რაც აქვთ ხოლმე, ესენი გემრიელია. აუ, ტორტილიებზე ვგიშდები, განსაკუთრებით აი, მწვანე ფერში. აი, ეს. ეს არის საოცრება. ძალიან მიყვარს. აუ, ეს გავსინჯე და მე არ მომეწონა. შეიძლება დამუღავება უნდა და ჩემს ახალი როა მაგით. 6 ევრო ღირს 500 გრამი ნახე ხელებია. აქ ხო ზემოთ აწერია ფასები და ეხა 630 ღირს 600 გრამიანი შეფუთვა. ნახეთ კიდე აქ როგორ არის, მაგალითად ეს არის ქათამი და სტაფილო ერთად. აქ არის ქათამი და ისპანახი ერთად. 2 და 99 არის რამდენი გრამი? 800 გრამი. რომ ბოიო. აუ ის როგორ მიყვარს წეხვი, ვცდილობ ხოლმე რომ არ ვჭამო არა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაგრამ ყველანაირი მიყვარს. ძალიან მიყვარს. ილია მაგარი პოპულარულია ესეთ რაღაცეებში. ექსტრა პროტეინი რო აწერია. იქ ილიას ფოტოც არის ხოლმე. პროტეინის იოგურტი არის. შემადგენლობა ვნახოთ აბა. პროტეინს 1 პაცია შეფუთვიდან იღებ 10 გრამს, ცუდი ნამდვილად არ არის, შაქარი აქვს 5 და 4. ესე გამოიყურება ხილის არომატით არის. აი ესე. ნახეთ რამდენაირია. სუფჩიკები 2 და 99 ღირს. უნდა შეათბო რა, უკვე გამზადებულია ყველანაირი ინგრედიენტი შიგნით არის. ესე იგი, ზარმაც ადამიანზე საკმაოდ აქტიურად ფიქრობენ ესენი. ყველაფერს გამზადებულს ყიდიან. იოგურტები რო იაფია, ეგეთი მაინც არ ვიცი რა, ეგეთი იაფი რა შეიძლება კიდე იყოს. ახლა აქ არის 8 იოგურტი. თან სხვადასხვა არომატები არა, გემო რო არ მოგბეზრდეს არის მაგალითად ეს 4 არომატი არის, როგორც ხედავთ. და ეს 8 იოგურტი ერთად ღირს, ნახეთ, შეფუთვაში 8, 1 და 99. რა ვიცი, გავყოთ ახლა 8-ზე და 1-ის ღირებულება ძალიან იაფი გამოდის. ესეც 1 და 99. ეგ არ მიჩვენებია, ნახეთ. მე გამოდის უყურე. ეხლა დაეწერება ფასი. ანუ გაჭედა. მგონი აქ არ უწევთ კონსულტანტებს თავად რა შეცვალონ ფასები, იმიტომ რომ პროგრამულად ხდება ეგ ამბავი. ნახეთ კიდე როგორ არის გამზადებული ესე პაწაწუნა ისინია. პაწუნა ნახე რა საყვარელი ბოთლუკებია. ძალიან საყვარელია. რამდენი ცალია? 1 2 3 4 5 6. 2 მწკრივად და შესაბამისად 12 ცალია. ღირს 2 და 19. ესენით რომ მგონი სხვადასხვა არომატებით არის. რა საყვარელია. 1-ია დღეშიო. uno por día ესე აწერია. აუ ნეტა შაქარი რამდენი აქვს ამას? ბევრი ექნება უოჭველი. ნახეთ ახლა აქ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მგონი რაღაცა ბარათი თუ გაქვს ლიდლის კიდე უფრო დაბალი არის ფასი და არ ვიცი ეს ბარათი როგორ უნდა ავიღოთ, ვინაიდან ბევრი მიყურებთ ემიგრანტი. შეიძლება თქვენ იცოდეთ და თუ იცით დამწერეთ კომენტარებში ეს ლიდლი პლუსი რამე ბარათი არის პირობითად რის შემდეგაც მე გეკუთვნის ეს პასტაკლება თუ როგორ ხდება ეგ ამბავი დამწერეთ კომენტარებში. ნახეთ რა საყვარლობა, პაწაწუნა შეფუთვები 12 ცალია ერთად. საყვარლებია. 12 ცალი ერთად ღირს 1 და 65. ესეც პაწაწუნებია. საბავშვო შეფუთვებია ეთქობა. აუ, ჩემი ჟელატინები, როგორ მიყვარს. მაგრამ აქ თუ არის ის ვერსია, მე რომ მიყვარს ნეტა. ჩემ ვერსიას 10 გრამი პროტეინი აქვს ერთ შეფუთვაზე და ისე ბედნიერი ვჭამ ხოლმე. თუმცა ნახეთ, კიდე როგორი ვერსიებია, აი მაგალითად კვებითი აშლილობა ვისაც აქვს და ერთცენად მიაწყდება ხოლმე და უნდა რომ ჭამოს. ამას აქ 1 კალორია. ანუ შესაბამისად შეგიძლია მიაწყდე და ჭამო. არაფერი არ დაშავდება 1 კალორია აქ მხოლოდ ფიზიკურად ვერ მოიმატებ წონაში. არის არომატების მიხედვით, ნახეთ. აი, ეს შეფუთვა მაგალითად ახლა არ შეიცავს საერთოდ შაქარს. 0 და 95 ღირს 6-ვე შეფუთვა ერთად და განსხვავებული არომატები აქვს, თან რო არომატები არ მოგბეზრდეს. ხო მაგარია. ძალიან მაგარია. ეხლა აქ ტანსაცმლის განყოფილებაც ხო აქვს ლიტლს და აბა ნაცრისფერი. არა, მწვანეა. ესეთი სპორტული შარვლები ნახეთ როგორ გამოიყურება. არ ვიცი კამერაში როგორ ჩანს, მაგრამ აი ღია, მომწვანო არა, რაღაც ეგეთი ნაცრისფერში გადადის და ღირს 6 და 59. ხოლო თუ გინდა შენ ჯინსის შარვლები, მაშინ ღირს
13 евро. თუ გინდა პიჟამოები, ღირს 9 евро. ზედა ქვედა აი ესეთი პიჟამოები. საღორილი პიჟამოებია. ის თუ გინდა ჰუდი, ღირს 8 евро. აი ჰუდი. ეს ზუსტად მიდის ფერში იმ შარვალთან. ანუ ზედა ქვედა რო შეავსო, მაგაზია გათვლილი. ამაზე ბგიჟდები, აი მაფინებზე გემრიელი რამე თუ არსებობს ამ სამყაროში, არ ვიცი. ძალიან ზედმეტად მისაღები ფასები აქვს ამ ტყილებს, უბრალოდ ვერი უნდა ყიდეს, რომ დაგენადოს ყიდვა. ეხა ეს ღირს მთლიანი 4 евро. XXL მაფინებიაო. აუ ამეებზეც გიჟდები. ვაი, ეს შემიძლია ერთიანად შევჭამო ერთ შეჭმაზღმერთო. ვაფლები. ნახეთ ეს ნამცხრები, მთლიანი ესეთი ნამცხვარი ვანილის ღირს 2.29. ეხა აბასტაკლებაში 2.99-ის ნაცვლად. აუ ნახე რა ფაფუკია. ეს პროცესი 17 евро ის. პირობითაც რა? ხო. მე კეტები მიყვარს უფრო თორე კი ვიყიდი ამას. მომეწონა ეს. მოგეწონა? პატამ ნახა ფეხსაცმელი რომელიც 4 евро ღირს და იყიდეო. 4.99. ლამაზია კი. კახარისხიანია. იმენა ეტყობა რომ რაღაცა ის არის. მე უბრალოდ როგორ ვიცით, სპორტული ფეხსაცმელი არ მიყვარს დარბაზის გარეთ, მე მიყვარს კეტები დარბაზის გარეთ. ოდნავ მაღალ ძიურზეც შეიძლება, მაგრამ ის სპორტული ფეხსაცმელი არ მიყვარს და მაგიტო თორე ხა ეს ძალიან ლამაზია. ძალიან ლამაზ ფერებში. აქ კიდე უამრავი რამეა. უი, სავარჯიშო რაღაცეებია ნახე. და სხვათა შორის ძალიან მისაღებ ფასებში. კარფურში რომ ნახე ამის წინ სავარჯიშო რაღაცები აყიდა ჩვენთან. აი კი აღარ მინდა. ნახე ეს მოსაცმელები ღირს. მოიცა, ეხლა აქ ეს აწერია თუ ესაც. უეჭველი ეს არის ამის ფასი. 7 евро მაშინ. 7 евро ღირს. სავარჯიშო შორტები. ამებს პატას უწერდი ხოლმე. მას ნახე შინიდან რო გიწერდი. აქ ღირს 5 евро. მაიკები. 3 მაიკა ერთად 1.99. ვაუ. თანაწერია რომ 3-ვე ერთად. Cool. კარგია. ეს რაღაცებს რო ვაზიარებ ხოლმე, შემომივარდებიან ხოლმე კომენტარებში, რომ ეგ ხო სანაგვეა, ეგ ხო ნაგვის ფასია. ანუ მე რა ყველას ხო რა აქვს იმის საშუალება, რომ მეტი გადაიხადოს. აი ხა პიჟამა რო გინდა ადამიანს, შეგიძლია მოხვიდე და 6 евро დიყიდო, არის კაცის პიჟამა, არის ზომებში. ასევე მშობელს, რომელსაც არ აქვს მაგალითად ისეთი ფინანსური შესაძლებლობა, რომ მოლში შოპინგოს 4 евро ყირს ახლა ბავშვისთვის ეს ზედა. საკვები დანამატები რო გაინტერესებდათ, ეხლა უშუალოდ დანამატების მაღაზიაში არ ვართ, ჩვენ დანამატების თაროსთან ვართ უბრალოდ, მაგრამ აი მაგალითად კრეატინის ყიდვა რო გინდოდეს 200 გრამიანი შეფუთვის, ღირს 5 евро. თან ახლა პასტაკლებაშია ისე 9.99 ყირდა. მონოჰიდრატი ჩვეულებრივ 200 გრამი. ასევე აი ეს Clearway, რომ აი თვითაც არ გიყვართ მაგალითად ის გემო რაც დახვება ჩვეულებრივ კლასიკურ ვეის, შეგიძლიათ ცადოთ Clearway. 400 გრამიანი ღირს 10 евро. ოღონდ ეს არის მაღაზია და ალბათ საკვები დანამატებში შეიძლება, არ ვიცი, უფრო დაბალი ფასები იყოს. პროტეინის ბარები ახლა კი იცით ყველამ, რომ 1 евро ღირს და ეგრე რა. აი, ავბარგდით, ჩავბარგდით და წავედით. აი, ესე მოვაწესრიგეთ ყველაფერი. ის თეთრეული, რომელიც ვიყიდეთ, უნდა გავრეცხოთ და მანამდე აი ეს დავაფინეთ. ესეთი თეთრი შიგნიდან, ეს საბანი, ეს ზემოდან. ეხლა დავალაგოთ ჩვენი ნივთები. ესაა კარადა, რომელსაც გავინაწილებთ მე და პატა. აქეთაც არის ხო ადგილი? ხო, აქეთ არ ვიცი, თაროები არ არის. აცა, ხო, ანუ აქეთ მხარეს გავინაწილებთ ოშვი. რომელი უდრა იყოს ჯენი, რომელი იყოს ჯენი? გამოტები იყო შენი, გამოტები ჩემი. გამოტები ჩემი.
ხო, გაიხადე ეგ და შეიძლება შუსტერი. მოდი ახლა არ ჩამოხვიდე, არ ჩამოხვიდე. ხელი მომკიდე, გოგო. და final results. ასე გამოიყურება. ყველაფერი მოვაწესრიგეთ აქ. აქეთ ამხარე მემერგო რა თქმა უნდა, აქეთ ამხარე პატას. ეს პატაც უნდა ტუმბო. ესეთი, აქ ესეთი სკამი გვაქვს. ეს ჩემი ჯიმბეგი ამ ეტაპზე და ეს პატას ჯიმბეგი. ეს რეალურად ვიყიდე ცურვაზე რომ შევედი. თბილისში გლდანში რომ დავიწყე სიარული მაგისთვის ვიყიდე და რომ მოვდიოდი ვიფიქრე რომ მეთქი რა იცი რა ხდება მოდი წავიღებ მეთქი ისე გამომადგა ეხა დარბაზში სუამით დავდივარ ძალიან გამომადგა აქ ჩვენი კარა და ყველაფერი ჩავაწიკწიკეთ რასაც ესეც შეუტენია ეს ზემოთ უნდა დავდოთ აი ასე გამოიყურება ნახეთ აქ მაქვს ზედები აქ მაქვს მოკლე ზედები აქ მაქვს კავა შორტები მოიცა განათებას ჩორტო აქ მაქვს ჯინსები, აქ მაქვს სავარჯიშო შორტები, მე ელასტიკებით ვერ ვარჯიშობ, ყოველთვის შორტი უნდა მეცვას, იმიტომ რომ ელასტიკი ფეხზე რომ მედება ძალიან არ მიყვარს. აქ მაქვს სპორტული შარვლები, ესენი გაშვებულები და თავისუფლები, ესენი მომდგარი, ანუ ელასტიკები რა და სხვა შორის რაც ჩამოვედი, ძალიან კომფორტულად ვიყენებ გარეთ ელასტიკებს. სულ ელასტიკები მაცივაღონ, ეს არ არის უშუალოდ სავარჯიშო ელასტიკები, ეს გარეთ ჩასაცმელი ელასტიკები არა. აქ მაქვს გრძელმკლავიანი ზედები, თბილებიდან მხოლოდ ეს ერთი მაქვს და ეს რაც მაცვია ეს მაიკომაჩკა და არ ვიცი თბილები უფრო ვცდილობ რომ აღარ ვიყიდო, იმიტომ რომ მაინც გავაეხლა ძალიან მალე ზამთარი დღეს უკვე დამცხადა. ამიტომ ეს მეკნება მხოლოდ აქ ჩემი ქურთუკი, აქ ბატას ქურთუკი იქ ზემოთ რაღაცები შევტენეთ. ეხლა აქ, აქ საცვლები და ეგეთ რაღაცებია. აქ არის დარბაზის ლიფჩიკები. აქ პატას თარო, აქ ჩააწყო თავისი დასაცველი, ზემოთაც თავისი დასაცველი. მოკლედ, როგორ გქონდა რომ ვერ მოვათავსებდით, მოვათავსეთ საბოლოო ჯამში. რაც ზაფხულის დასაცველებია, ზემო გვაქვს აი იმ თეთრ პარკებში და ზაფხული რომ მოვა, მერი გადმოვაწყობთ შესაბამისად, მასე მოვიგებთ ადგილს. აქ ესეთი თაროები გვაქვს, უკვე გავავსე. თავის მოვლის საშუალებებით. ეს არის წიგნი, რომელიც საქართველოდან წამოვიღე. მაკიაჟი და ეგეთი რაღაცეები. დღეს ვიყიდეთ ეს სარკე ვაიმე რა გასაწმენდია. პირდაპირ თაროდან ავიღე პეპკოში. მეთქი უეჭველი დამჭირდება მაკიაჟისთვის და თავის მოვლისთვის, ხო და ძალიან კარგი ვქენი. ამას ეხა ფეხზე დასადგომიც აქვს, მოიცა. ჰიჰი. ეს. და ეგ არის რა. აქეთ გვაქვს ტელევიზორი, მე თუ ვიპოვეთ და თუ შევიცინეთ აი ესე კეთილზე რომ მაგრდება, ან ტელევიზორს ავიღებთ და ზემოთ დავამაგრებთ, ამებს მოვხსნით და იდეალურია რა. პირველი დილა მეგობრებო, ჩვენს ოთახში. ეს იყო ჩამოფარებული რა, ხო და მე ძალიან არ მიყვარს ბნელი ოთახები და ვერ გავიკეთე საერთოდ როგორ გათენდა რა გამოგვჩა მხედველობით და რომ უნდა აგვეწია. ხო და ეხა პატას ავაწევინე. და ნათელი ოთახი მაქვს. ესე უკეთესია. მივდივართ ეხლა სკოლაში. ესეთი ტარხეტები ავიღეთ. რომლის საშუალებითაც შეგვიძლია გადავადგილდეთ როგორც მეტროთი, ისე ტრამვაით და ავტობუსით. ჩავრიცხეთ ეხლა 10 евро და ნუ სავარაუდოდ საკმაოდ დიდხანს გვეყოფა, იმიტომ რომ ძალიან იაფი არის მგზავრობა. ამოვედით მეტროდან, მაგრამ წვიმს და არ გავდივართ. ცოტა შორს არის სკოლა და დავსვავდებით ძალიან სანამ მივალთ და დაველოდებით აქ. სულ დავსვავდით, სანამ აქამდე მოვედით, იმიტომ რომ 9 საათი ვიყავით გზაში და გადაუღებლად წვიმდა. ეხლა შემოვედით, რამე უნდა ვჭამოთ ლიდლში, იმიტომ რომ გაკვეთილი მე 3 საათი გრძელდება და ძალიან მოგშვიდება. 5 წუთის წინ შევედით ზუსტად ლიდლში.
და ვფიქრობდით, რომ როგორ უნდა ვჭამოთ ამ თავსხმა წვიმაშიო გამოვედით და მზე არის ხო? ხო, თან ცხელა ისე დააჭირა. ჯერჯერობით ისევ ვეჩვევით ამ ტროპიკულ ცხოვრებას. დღეს ვერაფერს ვერ ვიგებ. ვიყიდეთ ეს ერთი ბოლსა, ის მეორე. და ესე მიგვაქვს სახლში. ჯამში გადავიხადეთ 60 евро. 68. ხო და მიუხედავად იმისა, რომ ვეჩვევით, რომ აქ ესეთი кайფასებია, მაინც შოქში ვიყავით და ეხლა რომ მივალ, ჩავწერ ვიდეოს. რა ვიყიდეთ 70 ევროთ ესპანეთში. დავიწყებ ყველაზე ძვირიანი შენაძენი. ეს არის 24 კვერცხი, რომელიც 5 და რაღაც ღირდა. ქათმის ბარკლები 3 евро. ისევ ბარკლები 3 და 93 და ისევ ქათამი, ეს არის კილო და 400, ფასი 4 და 32. რძე ლიტრანახევრიანი შეფუთვა არის და 1 და 50 евро იყო ფასი. ტორტია, აი უგემრიელესი არის, ძალიან დაომიგამე და ყიდული ხოლმე, ეს არის 600 გრამიანი შეფუთვა, ღირდა დაახლოებით 2 და რაღაც. ბერძნული იოგურტი მაქსიმალურად დიდი შეფუთვით 1 კილოგრამი არის და 2 და რაღაც ღირდა. ეს არის ხახვი 2 კილოგრამიანი შეფუთვით. რეალურად ამდენი საერთოდ არ გვჭირდებოდა, წვნიანისთვის გვინდოდა 1-2 თავი, მაგრამ ცალკე არ იყიდებოდა, ამიტომ ესე ვიყიდეთ, მაინც 2 евро და რაღაც ღირდა. დაფქული შვრია 500 გრამიანი შეფუთვა 1 евро და რაღაც ღირდა. არაქისის კარაქი 500 გრამიანი შეფუთვაში ღირდა 2 და 85, ეს ზუსტად მახსოვს. შემთხვევით წავათვლით ხრუხუნჩიკებს, რომელსაც არ აქვს შაქარი დამატებული. დაახლოებით 1 და რაღაც ღირდა, ამიტომ ვიყიდეთ, არის 500 გრამიანი შეფუთვა. ცოტაოდენი მწვანილი, ძალათის ხურცლები, სიმინდი. ეს უგემრიელესი ბისკვიტები შაქრის გარეშე, ასევე ეს პროტეინის პუდინგი არ არის, აი ცოტა სხვანაირი ტექსტურა აქვს, ვიყიდე უკვე მომეწონა და ამიტომ მეორედაც ვიყიდე, არის დამატებული შაქრის გარეშე და ასევე ჩემი საყვარელი ჟელატინები, ასევე შაქრის გარეშე. ყველაფერი ღირდა ცალკე თითო евро. პორტოხალი არის 4 ცალი, евро და რაღაც. აქ არის თეთრი ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ყველაფერი ცალკე თითო евро. ეს არის პიკოები, ძალიან მიყვარს, ესეთიც ვიყიდე და ესეთიც. ჩვეულებრივი გახუხული პური არის და აი უგემრიელესია. ესენი ზუსტად მახსოვს ღირდა 80 ცენტი, ესეც 80 ცენტი. ვიყიდეთ ასევე ბანანი, არის 5 ცალი, евро და რაღაც. ასევე აი ეს უშაქრო კეჩუპი არის 600 გრამიანი შეფუთვა, ესეც 1 евро და რაღაც. ესეც არის უშაქრო ჯემი მარწყვის არომატით, ესეც ეგრე. ბოლოს სველი ხელსახოცი 1 евро, შალი ხელსახოცები ეს 1 евро და აი ეს სპრეი ვიყიდე, ეს ღირდა 4 евро. Sport water აწერია. სუნი მომეწონა ძალიან და არის ძალიან საყვარელ შეფუთვაში 200 მილიგრამიანია. ასევე ვიყიდე ეს ნივიას დამატკენიანებელი კრემი, მართალია დერმატოლოგები ძალიან ერჩიან, მაგრამ მე მიყვარს. ეს ღირდა 2 евро სადღაც ესე. უბრალოდ დასაბანი, ესეც დასაბანი, 1 евро ღირდა ესეც და ბოლოს წყალი. всё. ხო, კიდე ესენი რა თქმა უნდა, რითიც ეს უამრავი პროდუქტი მოვიტანეთ, თითო ღირდა 65 ცენტი. ეგ არის, მოვჭით. მსგავს ვიდეოებს კიდავდებ ხოლმე აქ, მაგრამ ზოგადად ყოველდღიურად რას ვაკეთებთ, როგორ მიდის ჩვენი საქმე და ასე შემდეგ, ვიღებ ბლოგებს და ეს ბლოგები იტვირთება ჩემს YouTube-ზე, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, ეს ყველაფერი გამომიწერეთ YouTube-ზეც. ჩვენ უკვე გადავედით სხვა სახლში, ვიქირავეთ ოთახი და ნუ ამ ყველაფერსაც ნახავთ YouTube-ზე. მადლობა და დროებით. მოვიტყვე 68 евро გვაქვს გადახდილი. აქ დავასრულებ მეგობრებო ბლოგს. ესე იგი, როგორც ნახეთ, ამ ეტაპზე სიახლეები გვაქვს ის, რომ გადავედით, ვიქირავეთ ოთახი, მოვაწესრიგეთ ეს ოთახი მე და პაატამ დავალაგეთ და დავიწყეთ იქ ცხოვრება. სხვა რა სიახლეა ჯერჯერობით არაფერი, ენას ისევ ვაგრძელებთ, მეორე გაკვეთილი გვქონდა, სამწუხაროდ მეორე გაკვეთილი ძალიან რთული აღმოჩნდა, ვერაფერი ვერ გავიგეთ, აი საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგეთ. ეტყობა პირველი, იმიტომ იყო მარტივი რომ რაღაცა შესავლის მსგავსი გააკეთა მასწავლებელმა თუ რა ქნა არ ვიცი, მაგრამ მეორეზე ძალიან რთული გრამატიკული მასალა შემოიტანა, რომლიდანაც აი მართლა ვერაფერი ვერ გავიგე. და არ ვიცი რა, ვიცი რომ უბრალოდ ეტაპია ეს, ფაზა არის, რომელიც უნდა გავიარო და შემდგომ ყველაფერი გამარტივდება, მაგრამ
თითქოს ერთი სული მაქვს, როდის გავივლი რა. იმიტომ რომ არ მიყვარს გაურკვევლობაში ყოფნა, მინდა რომ მესმოდეს, მინდა რომ უკვე არაცოტა არარეალური მოთხოვნებიც კი მაქვს, უკვე მინდა რომ ვლაპარაკობდე. და აი როგორ უნდა ვლაპარაკობდე, არ ვიცი, მაგრამ აი უკვე მაგის მოთხოვნილება მაქვს და ხო რა, მაგას ვაგრძელებ ჯერჯერობით, სხვა სიახლეები არ არის. ხო, ბევრი შეტყობინება შემოვიდა, რა თანხას იხდით ენის კურსებშიო და არ მახსოვს ვთქვი თუ არა წინა ვლოგში, მაგრამ თუ არ მithქვამს, აქ გეტყვით, რომ ეგ არის უფასო. სხვა მხრივ, რა ვიცი, მულტფილმებს ვუყურებ, მასწავლებელი რასაც გვაძლევს, მაგ გაკვეთილებს ვამზადებ, ეხლა გუშინ რაც მოგცა, უნდა დავჯდე დღეს, ვთარგ, ნომერ 6 სიტყვები დავიზეპირო, რომ ხვალ რომ მივალ, ეგ ყველაფერი ჩავაბარო, მაგრამ თითქოს მაინც ნელა მიდის პროცესი რა. მოიწყინე თუ არაო, აი ესეთი კითხვებიც იყო შემოსული და კი მოვიწყინე, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს, როდესაც მუშაობს, როდესაც არის პროდუქტიული, ყველაფერი ესე დაწყობილი აქვს, ამ დროს ეს უნდა გააკეთოს, იმ დროს ის უნდა გააკეთოს და ეხლა ეს რეჟიმი რო არ მაქვს, მაგიტომ მოვიწყინე რა. მიყვარს მე გადარბენაც არ მიყვარს რა, მაგრამ აი დაბალანსირებული რომ აქვს ხოლმე, მიყვარს. თუმცა ხო, ანუ როგორ მექნებოდა ეხლა ეგეთი რეჟიმი, რომ ჩამოვიდოდიყო რა სიგიჟე არის, ეგ არის არარეალური მოლოდინი. ამიტომ ვიცი, რომ ეს ეტაპი უნდა გავიარო, ცოტა უნდა მოვძლიერდე ენაში და მერე ყველაფერი დაალაგდება. ძალიან ბევრი ემიგრანტი დამემატა გამომწერებში YouTube-ზე. საინტერესო არის ხოლმე თქვენი რჩევების წაკითხვა, ადეკვატურ კატეგორიაზე მაქვს საუბარი, შესაბამისად აქაც მოვისმენ, აი რა დაგეხმარათ მაგალითად ენის შესწავლაში. კომუნიკაცია ვერავისთან ვერ მაქვს ეხლა, რავი, არავის არ ვიცნობ ეგრე, რომ ვინმეს დავავალდებულო, რომ აი ჩემთვის დრო გამონახე და მელაპარაკე და მასწავლე, ეგრე არავისთან არ ვარ და ხო რა, არ ვიცი რა დაგეხმარათ ენის სწავლაში. ან რა ვიცი, შეგიძლიათ მომწეროთ ზოგმა ისეც მომწერა, რომ აი არ მინდა კომენტარებში გამოჩენაო და პირადში მომწერეს ძალიან ბევრი საინტერესო ისტორიები და შეგიძლიათ მომწეროთ ხოლმე, ჩემთვის საინტერესოა მაგის წაკითხვა და თან ძალიან მომხნევებს ხოლმე რა, აი წერენ ისეთი ადამიანები, რომლებიც წლებია წამოსულები არიან და მეუბნებიან ხოლმე და მამშვიდებენ, რომ პირველი 1 წელი ძალიან რთული იქნებაო, ადაპტაციის პერიოდი იქნებაო, მაგრამ მე ყველაფერი იდეალურად დაალაგდებაო და ეგ ძალიან სასიაოვნო მოსასმენია, მაგრამ თან რთული მოსასმენია, იმიტომ რომ უკვე მინდა რომ სამსახური მქონდეს, უკვე მინდა რომ რაღაცას ვაკეთებდე, პროდუქტიული ვიყო ის და აი ესე უბრალოდ რო ვარ ყველაფრის გარეშე, ეგ რთულია, მაგრამ ვიცი რომ ეს ეტაპი უნდა გავიარო. ამ ეტაპისთვის სხვა ისეთი არაფერი არ არის სიახლე. მადლობა რომ მიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე. ნახეთ. Padara coi.